სურს გაგაცნოთ ამა წლის 7 თებერვალს ტვ-იმედის კვირაში გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებული საზოგადოების აზრი, რომელიც პოსტებისა და კომენტარების სახით გახლავთ განთავსებული სოციალურ ქსელებში. თაღლითური სქემა გაშიფრულია. ალბათ საზოგადოებამ დიდი ინტერესით მიადევნა თვალი გასული კვირის ტვ-იმედის გადაცემაში იმედის კვირა გასულ სიუჟეტს. ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გადაცემის სიუჟეტმა ბევრი შეკითხვა გააჩინა. უმთავრესი კითხვა იყო კი გადაცემის გულწრფელი პათოსი, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაცნობა მის ჭეშმარიტ გულშემატკივართა დიდი არმიისათვის. თუ ეს იყო ერთი მხრივ ცოტნეზე განხორციელებული ტერაქტის დამკვეთის, მიჩქმავის მცდელობა. ივანაშვილის ქართულ ბანკის დამფინანსებლად და ცოტნესადმი კეთილი დამოკიდებულების წარმოჩენა. მეორე მხრივ სუსის აგენტ ჯაბაურის მოჩენილი მეთვალყურებს, მეუღლეთ შემოსაღება და მესამეც საზოგადოების იმედგაცრუების მცდელობა ცოტნეს სრული გამოჯანმრთელებისა. პირველ ორ საკითხზე საკმაოდ ბევრი დაიწერა და ამჯერად ყურადღებას აღარ გავამახვილებ. მესამე კი ნამდვილად ყურადღების ღირსია. ჟურნალისტმა ქ ქარდავამ ამ მიზნით გამოიყენა გერმანიაში მოღვაწე ქართველი ზაზა ქაცარავა, რომელიც წარმოგვიდგინა როგორც ცოტნე გამსახურდიას პირადი ექიმი. ქაცარავა, როგორც თვითონ აცხადებს, კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების პატივისცემით, ცოტნეს მკურნალობისთვის თურმე ჰონორარსაც არ იღებს. ჰონორარი მე შემოქმედებითი საქმიანობისთვის გამიგია. რაც შეეხება ფინანსურ საკითხს, თუ ამას გულისხმობს მოქალაქე ქაცარავა, ეს არის აბსურდი, ვინაიდან ის არ გახლავთ ცოტნეს კლინიკაში სპეციალურად მიწვეული სპეციალისტი და ვერც იქნება, რადგან ჯერ ერთი ცოტნე იმყოფება გერმანიის ქალაქ უნაში, ქრისტიანულ ნეიროქირურგიულ კლინიკაში, სადაც გადის მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს, იმ დაზიანებების გამო, რომელიც მას მიყენებული აქვს თავის ქალაზე, ბლაგვის სხეულის ზემოქმედების გამო. და აღნიშნული კლინიკა არ საჭიროებს ისეთი სპეციალისტის მიწვევას, როგორიც არის ზაზა ქაცარავა. მას ცოტნესთან შეხება რო ჰქონოდა, ქუჩაში არ დადგებოდა ინტერვიუს მისაცემად. იგი პროფესიით არის გერიატრი, გერონტოლოგი და მუშაობს ქალაქ უნას ევანგელისტურ კლინიკაში. ვიკიპედიის ზუსტი განმარტებით, გერიატრია წარმოდგება სიტყვა გერონტოლოგიისაგან. ბერძნულად გერონ მოხუცი, ლოგოს მოძღვრება, ბიოლოგიისა და მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის დაბერების პროცესებს და სიცოცხლის განხორციელების მექანიზმებს. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ, ინგლისურ, რუსულ, ლათინურ განმარტებათა ლექსიკონი. ავტორი გოგიჩაძე და სხვები. 2009 წლის გამოცემა, გვერდი 496. ზაზა ქაცარავას მისი პროფესია თავად არ გამოადგა. ამ თემაზე დისერტაციის დაცვა ადვილია, რადგან ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა თანამედროვე სამყაროში კი არ გაიზარდა, პირიქით შემცირდა. ამიტომ მან დაიწყო ხერხემლის თიაქარზე მუშაობა, საიდანაც იღებს ძირითად შემოსავალს. როცა ის ამბობს, რომ არის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამას რა მნიშვნელობა აქვს, როცა მისი არავითარი ნაშრომი არ არის ცნობილი. აქედან გამომდინარე, რა საერთო უნდა ჰქონდეს მას ცოტნეს რეაბილიტაციის პროცესთან. ფაქტია, ჟურნალისტმა ბრჭყალებში ქარდავამ იგი გამოიყენა იმის გასახმიანებლად, რომ საზოგადოება შეაჩვიონ ცოტნეს არასრული გაჯანსაღების აზრს. ამდენად, ბატონებო, თაღლითური სქემა გაშიფრულია და თქვენ, ვინც ცოტნეს მძიმე მდგომარეობით მანიპულირებთ, ისევე მკაცრად დაესჯებით, როგორც დასჯელა ზვიად გამსახურდიას ოჯახის არაერთი მტერი. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება სიყალბისა თუ დანაშაულის ჩამდენი, ჟურნალისტი, ექიმი თუ ნებისმიერი პირი. ტვ-იმედს კი მოუწოდებ, რომ დაიცავით ჟურნალისტული ეთიკის ნორმები და გადაუმოწმებელ ინფორმაციას ნუ მიაწოდით მაყურებელს. ამ ქმედებით ვნებთ არა მარტო საზოგადოებას, არამედ თქვენს ავტორიტეტსაც. ბემბი ბებიჯი. ამა წლის 7 თებერვალს იმედის კვირაში გავიდა სიუჟეტი ცოტნე გამსახურდიას რეაბილიტაციის შესახებ. როგორც სიუჟეტიდან ვიგებთ, ჟურნალისტი ქეთი ქარდავა, რომელიც ტელევიზიებიდან მრავალჯერ გამოგდების შემდეგ ამ ბოლო დროს ტვ-იმედმა შეიფარა, იმ კლინიკას ესტუმრა, სადაც ცოტნე გამსახურდიას სარეაბილიტაციო პროცესი მიმდინარეობს. მთელი სიუჟეტი, რა თქმა უნდა, გამსჭვალულია ივანიშვილებისა და ფონდი ქართუს ქებადიდებით. რომ არა საქართველოს მთავრობის და ფონდ ქართუს მხარდაჭერა შესაძლოა სურათი გაცილებით მძიმე ყოფილიყო, ვისმენთ ქეთი ქარდავას მძაღე ხმას. ეს ფრაზა მთელ სიუჟეტს რეფრენად გასდევს და ვეღარ ვიგებთ სიუჟეტი ცოტნე გამსახურდიას რეაბილიტაციის პროცესის გაშუქებას ეძღვნება თუ ივანაშვილების ხოტბადიდებას. მეორე მესიჯი, რისი საზოგადოებისთვის თავს მოხვევას დაუსახავს მიზნად იმედის კვირას, გახლავთ რა თქმა უნდა ცოტნე გამსახურდიას ცოლობაზე თავგადაკული და ვერ ნაღირსნი ანა ჯაბაურის ცოტნეს ცოლად გაправება. მთელი სიუჟეტი ფაქტიურად ეძღვნება არა ცოტნე გამსახურდიას, არამედ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფონდ ქართუსა და ანა ჯაბაურს. ამონარიდი ქ ქარდავა სიუჟეტიდან.
ამ უმძიმეს გზას მისი მეუღლე ანა ჯაბაური გადის. ანას დამსახურებაა, რომ ექს-პრეზიდენტის ვაჟის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ეს მარტივი არ არის, მაგრამ ანა გრძნობს, რომ ცოტნე ბრძოლისთვის მზად არის და საკმარისია ეს, რომ თავადაც მზად იყოს. ანა ჯაბაური ერთადერთი ადამიანია, ვინც ცოტნესთან ერთად გერმანიაში იმყოფება და ასე შემდეგ. ალბათ დამეთანხმებით, რომ 8 წუთიანი სიუჟეტის განმავლობაში ამდენჯერ აქცენტის გაკეთება ფონდ ქართულზე და ანა ჯაბაურზე გარკვეულ მიზანს ემსახურება. კერძოდ, კარგად გათვლილ და აპრობირებულ მასების დაზომბებას. მრავალჯერ გამეორებული სისულელე და სიცრუეც კი მასათა გონებას იფხრობს და დანალექის სახით დროთა განმავლობაში თავის ბინძურ საქმეს აკეთებს. ამ 8 წუთიან დილეტანტურ სიუჟეტში საკმაოდ ადვილად შესამჩნევია, რა სურთ სიუჟეტის მესვეურთ. ჯაბიება ხელოვნურად, სადაც საჭიროა და სადაც საჭირო არაა, ყველგან გაჰკივის ოჯახის სახელით. ასევე საინტერესო ისაა, რომ ამ სიუჟეტში, სადაც მიმოხილულია ცოტნეს ტერაქტისა და მკურნალობის პერიპეტიები, როგორც სიუჟეტში ვისმენთ, თავდასხმიდან 15 დღეში სამკურნალო თურქეთში გადაიყვანეს. შემდეგ ასევე ვისმენთ, შემდეგი გაჩერება ივლისში გერმანიაში შმიდერის კლინიკა, რომელიც ნეირორეაბილიტაციის ცენტრებს შორის რეიტინგით პირველ ადგილზეა. ოჯახის მხარდასაჭერად გადავწყვიტეთ გერმანიაში ჩასვლა. ეს გარდავას კომენტარებია. აქცენტი კეთდება ოჯახის ერთიანობასა და ჯაბაევას როგორც ოჯახის წევრობაზე, მაგრამ საინტერესოა, რომ არც ჟურნალისტი და არც რესპონდენტი არც კი ახსენებს ქალბატონ მანანა არჩაძე გამსახურდიას. ის ფაქტით მიჩუმათებულია, რომ თურქეთში ცოტნე გამსახურდიას გაჰყვადა თვეების მანძილზე გვერდიდან არ მოშორებია დედა ქალბატონი მანანა. სრული იგნორირებაა დედისა. თითქოს არც არსებობდეს. არც ის დაგვავიწყდეს სუსის ჯაშუს ჯაბაევას, როგორი სასწრაფო წესით გაუკეთეს ეგრეთ წოდებული მხარდამჭერის სტატუსი. სრულიად უკანონო და უსაბუთოდ. ახალი წლის დღეებში 31 დეკემბერს სასწრაფო წესით დაუნიშნეს დამცველი და 13 დღეში ყალბ დოკუმენტებზე დაყრდნობით ბრჭყალებში მოსამართლე ქეთევან კუჭავამ მიანიჭა მხარდამჭერის სტატუსი და გაამგზავრეს თურქეთში. ამ დროს კი არც თურქეთში, არც გერმანიაში და არც ამერიკის შეერთებულ შტატებში არ არსებობს ეს გაურკვეველი მხარდამჭერის სტატუსის პრაქტიკა. უცხოეთში არის მომვლელის სტატუსი, რომელსაც ოჯახი ქირაობს ავადმყოფი ადამიანის მოსავლელად. იურიდიული პირი გახდა და გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ დედა, ქალბატონი მანანა არჩაძე გამსახურდია. ჯაბაევა ამაზე შორს მიდის და ოჯახის წევრთა ჩამოთვლას იწყებს. ცოტნეს ძმები, ჩემი შვილი და მე ერთად ვართ და სულ ძალიან მამხნევებენ. მათ გარეშეა არ ვიცი რა მეშველებოდა, ერთი გუნდი ვართ. მთელი ოჯახი ვზეიმობდით ამას, ამბობს ჯაბაევა. ვინ მთელი ოჯახი, რომელი ოჯახი და ცოტნეს ოჯახად თავისი და თავისი შვილის გასაღების ამ უაზრო კამპანიას აგვირგვინებს ყოველად გაუგონარი სიბინძურით. მოვიყვანთ ციტატას. ჩემი დიდი მეცადინეობით ცოტნემ პირველად მამა თქვა. გაგიგიათ ასეთი სიძულვილი და ასეთი სიბინძურე? სრულიად ბუნებრივია როგორც ქართველისთვის, ისე მთელი კაცობრიობისთვის, რომ როდესაც პირველად იწყებს ლაპარაკს ადამიანი, ამბობს დედას. როდესაც უჭირს ამბობს ვაი დედა და ამ ჯაბაევამ მომონ სიტყვა დედა არ ეთქვა, ცოტნეს იძალა და სანამ მამა არ ათქმევინა. ასეთი სიბინძურე მართლა მარტო ბოლშევიკებს ჩვევიათ. ერთი მხოლოდ მათ მოსდით თავში ასეთი სიბინძურე, რომ ერთი ძვირფასი ადამიანი მშობელი დედა დაუპირისპირო და ჩაანაცვლო მეორე ძვირფასი ადამიანი მშობელი მამით. ვის და ვის უპირისპირებს ჯაბაევა და რამხელა სიბინძურეს კადრულობს და შემდეგ აგრძელებს, რომ ფიზიოთერაპევტმა ათქმევინა ანაო. გამაგებინეთ ეს ზალადობა არაა, ადამიანზე ზალადობა არაა, რომ რა უნდას თქვას, იმასაც კი უკონტროლებენ და აიძულებენ თქვას ის, რასაც ეს კგბ-ს შნერები თვლიან საჭიროდ, რომ ეს ინტიმური საკითხის გამოიყენონ გულისამრევი უნიჭო პოსტისა თუ ინტერვიუსათვის. ყველაფერს საზღვარი აქვს, ამათ უნამუსობას არა. ამ ყველაფრის აღქმელ ცოტნეს ხომ ერთი გემრიელად შეუკურთხებია კიდეც ჯაბაევასათვის. ამ ჟურნალისტურ სიუჟეტში ერთი საკითხია კიდევ საინტერესო. ქეთი ქარდავა გვამცნობს, რომ ანა ჯაბაური ერთადერთი ადამიანია, ვინც ცოტნესთან ერთად გერმანიაში იმყოფება. COVID პანდემიის გამო კლინიკები საგანგებო რეჟიმზე იმყოფებიან, მკაცრად აკრძალულია ვიზიტები, მაგრამ ანა და ცოტნე 24 საათის განმავლობაში ერთად არიან და მცირე პროგრესს, ანუ გამარჯვებას ერთად აღნიშნავენო. ამ დროს ჯაბიევასგან ინტერვიუს იღებენ ჯერ რაღაც შენობის ჰოლში, ხოლო შემდეგ საერთოდ გარეთ ქუჩაში. საინტერესოა, როდესაც გერმანიაში მოქმედებს უმკაცრესი COVID შეზღუდვები, როდესაც ერთი წუთით პალატის გარეთ, არათუ შენობის გარეთ, გამოსულ მკურნალ ექიმებსაც კი ეგრევე ტესტირებას უკეთებენ. ჯაბიევა როგორ ახერხებს 24 საათი ცოტნესთან ყოფნას. ჯაბიევამ, როდესაც ჰაიდელბერგის კლინიკაში არ შეუშვეს, შეუჩიულა კლინიკის დირექციას. ატეხა გნიასი და აყალმაყალი. მთელი სიუჟეტი გახლავთ სიცრუეზე აგებული და ემსახურება ჯაბიევასა და ივანაშვილის გაправებას საქართველოს მოსახლეობის თვალში.
რეალურად კი ნეიროქირურგიულ კლინიკაში შმიდერის კლინიკა ცოტნე ყავდათ იმპლანტების ჩასადგმელად პირველიდან 14 რიცხვის ჩათვლით, ხოლო 14-დან გადაყვანილი იქნა ბონთან ახლოს ნერვოლოგიური რეანიმაციის კლინიკაში, სადაც გადიან რეაბილიტაციას და მკურნალობას. შეყვანის წუთიდან დღემდე კლინიკა ჩაკეტილია, არავის არ უშვებენ. აქ რამდენიმე გზის ტესტირებას გადიან თვითმკურნალი ექიმებიც. გამორიცხულია უცხო პირის შეცვლა, ცოტნეს ჯორჯერობით წამოდგომა არ შეუძლია, მას უტარდება სხვადასხვა სახის პროცედურები. ხერხემლის გასამაგრებლად, სამოძრაო აპარატით კიდურების გასავარჯიშებლად უტარდება მანიპულაციები. მას ჯერჯერობით არ უმუშავებს მოტორიკა და უჭირს ელემენტარული მოძრაობები. ასე რომ ეს ფოტოები დადგმულია ჯაბაევას მიერ, ვითომ ჩახუტებული ფოტოები, რომლებიც ზოგი დადგმულია, ზოგი კი ფოტოშოპით გაკეთებული მონტაჟი. ეს გახლდათ შეკვეთილი ბინძური და უნიჭო პიარ კამპანია. და გულსაკლავი ისაა, რომ ამ სიბინძურეს თავს ახვევენ ცოტნე გამსახურდიას. ღმერთო მალე გამოაჯანმრთელე ცოტნე გამსახურდია, წერს მერაბ ამილახვარი. იოსებ ჩახნაშვილი. მე გახლავართ პროფესიით დრამატურგი და როდესაც ვამთავრებდი უნივერსიტეტში სწავლას, შესაბამის ფაკულტეტზე, საქართველოში დატრიალდა 9 აპრილი. იმ დღიდან დავივიწყე ჩემს პროფესიულ კარიერაზე ფიქრი, ქართველი ერის საოცარმა სწრაფვამ თავისუფლებისაკენ და სულიერმა მეტამორფოზამ აღმაფრთოვანა და ჩემი ცხოვრების მიზნა და იდეად გავითავისე. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ მთელ ერში თითქოს და ცოტნე დადიანის ჯიშმა და გენმა გაიღვიძა. და დღეს ისევ ეს ჰარიზმატული სახელია საქართველოს მომავლის სიმბოლო. საქართველოსთვის პროვიდული აღმოჩნდა ბერტოლდ ბრეხტის მიერ წამოჭრილი პრობლემა, მომავლის მითვისება, ანუ ცრუ დედისა და ჭეშმარიტი დედის მიერ პირმშოსთვის ბრძოლა, რომელიც ფაქტობრივად ასახავს დაპირისპირებას სიცრუესა და სიმართლეს შორის, რაც მიმდინარეობს დღევანდელ მსოფლიოში. ცოტნე გამსახურდია ბრძოლის ამ ტრაგიკულ ეტაპზე გახდა უმთავრესი პერსონაჟი. გამომდინარე მისი პიროვნების მნიშვნელობიდან, ისიც სიმბოლური უნდა იყოს, რომ ბრეხტის პიესის მოქმედებამ კავკასიიდან გერმანიაში გადაინაცვლა. ცოტნეს გულშემატკივრების პოსტებში გამოთქმულ დამოუკიდებლობას ვიზიარებდა ერთსაც დავსძენ. ბერტოლდ ბრეხტს არც კი დაესიზმრებოდა, რომ საიდუმლო სამსახურები მათ ბიუროს მოვალეობასაც შეითავსებდნენ. ცხოვრების რაღაც გარკვეულ პერიოდში მომიწია საავადმყოფოში ყოფნა. ჩემს წინა პალატაში ჩემი ყურადღება მიიქცია მამაკაცმა, რომელიც საოცარი სითბოთი, სიყვარული და მზრუნველობით უვლიდა ავადმყოფ შვილს. დღე და ღამე თავს დასტრიალებდა ეს პიროვნება, როდესაც შევიცანი, ვერ მოვითმინე, მივედი და უთხარი. ბატონო გ, ასეთი მზრუნველი, მოსიყვარული და მოამაგე მამა როგორ იმეტებდით სხვის შვილებს, როგორ წირავდით და აუბედურებდით მათ ოჯახებს. და კიდევ, ბატონ ზვიადიც ხომ შვილი იყო, შემდეგ კი თავად გახდა სამაგალითო მამა. რა გინდოდათ, რას ერჩოდით, როგორ უნდა ზიდოთ ეს ცოდვა? შეგიძლიათ ამაზე მიპასუხოთ? მეთქი. შვილის უმწეო უიმედო მდგომარეობით გამწარებული მამის პასუხი იყო სიჩუმე. დღეს ვეკითხები ყველა დედას. მივმართავ ბატონ ივანიშვილის მეუღლეს, ოჯახის დედას, ყველა სახელმწიფო მოხელის ოჯახის დედებს და საერთოდ ყველა დედას. ძალიან დიდია თხოვნა. ერთი წუთი დავივიწყოთ ყველაფერი, პირადი ცხოვრება, წარმატებები, პოლიტიკა და ვიყოთ მხოლოდ დედები. წარმოვიდგინოთ ჩვენი თავები ქალბატონ მანანას როგორც დედის ადგილზე, როგორც დედები როგორ მოვიქცეოდით. მივატოვებდით უმძიმეს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ შვილს, ვინმე მხარდამჭერი სტატუსის მქონე ალქაჯის ფრჩხილებში სხვა სიტყვით ვერ მოვიხსენიებ ჯაბაურის ქალს, რომელსაც ბნელი ძალების დახმარებით მიენიჭა ეს გაურკვეველი სტატუსი. ფრჩხილები დახურულია. და რომელიც დამქაშებთან ერთად ღიად ემუქრება ქალბატონ მანანას, უწყობს სხვადასხვა სახის პროვოკაციებს და არ უშვებს შვილის სანახავად პალატაში. აღარ არის ლაპარაკი მოვლაზე და მზრუნველობაზე. საღამოობით კი გამარჯვებული სახით თავის მეინახეებთან ერთად რესტორანში ვულგარულ გარემოში. მშვენიერ დროსტარებაშია. მშვენიერ ამ შემთხვევაში ბრჭყალებში. დარწმუნებული ვარ, არც ერთი დედა, იგულისხმება ოჯახის და შვილების მოსიყვარულე დედა შვილს არ შეატოვებს მტერს. მით უმეტეს საქმე ეხება ქალბატონ მანანას, რომელმაც უარი თქვა რა პირად კეთილდღეობაზე, ყველა დამეთანხმება ალბათ, რომ ბატონი ზვიადის და ქალბატონ მანანას შეეძლოთ მთელი ცხოვრება უზრუნველად ეცხოვრათ, მაგრამ ოქროს გვირგვინის ნაცვლად თავს ითვეს ეკლიანი გვირგვინი საქართველოს ნათელი მომავლისათვის. ნუ ვიქნებით გულგრნილი, ნუ განვარისხებთ დედას ღვთისას, წმინდა მარიამს, რომლის ხატება სიმბოლოა და უმარცხებელი დედაშვილური სიყვარულისა. კაცობრიობის მტრის სამიზნე სწორედ რომ ეს ხატებაა. და დღეს ამ საოცარმა დეიდუმალებით ახსავსე დედობის ღვთიურმა ძალამ გაგვაერთიანოს და თანადგომა გამოუცხადოთ უსიტყვოდ მრავალ ჭირთამთმენს და ტანჯვა გამოვლილ ღირსეულ ქალბატონ მანანას, როგორც დედას. წერს ლია ფურცელაძე.
კარგა ხანია თვალს ვადევნებს საქართველოს ერთადერთი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას ვაჟის, სოტნე გამსახურდიას გამოჩართლების პროცესს და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ვფიქრობ, რაც სოტნეს მიმართ განახორციელეს, ეს იყო პოლიტიკური ტერაქტი, მისი გაჩუმების მიზნით, რადგან იგი ერისა და ქვეყნის გასაჭირზე წერდა ყოველთვის. უზნეობაა, რომ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ სოტნე გამსახურდიას დედას არც არკარებენ და მის სიცოცხლეს ანდობენ ქალს, რომელსაც მის მეუღლედ ასაღებენ. ეს საზოგადოებაში დიდ ეჭვს აჩენს. მართლაც ეგრეთ წოდებული მეუღლე ანა ჯაბაური საეჭვოდ არ სცილდება ცოტნეს. მისი ბიოგრაფიაც ხომ ცოტნესნაირი კაცისთვის მიუღებელია. ტრადიციული სუკის ოჯახის წევრი, არატრადიციული ოჯახის მიმდევარი, მას ხო რამდენიმე მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა და ვერც ერთთან მყარი ოჯახი ვერ შეუქმნია. რასაც მოწმობს ის, რომ მისი შვილიც ჯაბაურია და შვილიშვილიც. აღსანიშნავია ჯაბაურის ასაკიც, ის ხომ ცოტნეზე 11 წლით უფროსია. ტევ იმედზე გასულმა სიუჟეტმა ხომ მისი თავხედობაშიც დამარწმუნა. თურმე ყველა თავსევლება და ცოტნესთან და თავის შვილთან და შვილიშვილთან ერთად აპირებს ბედნიერი ოჯახის შექმნას. მე კი მგონია, რომ მას თავისი უწესო ცხოვრების შეფუთვა უნდა კოლხური კოშკის დიასახლისობით. მაგრამ რა შუაშია აქ შვილი და შვილიშვილი? განა კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიებმა თავიანთი სახელოვანი ცხოვრება და კოლხური კოშკი ამ უწესო ქალისა და მისი შთამომავლებისთვის შექმნეს და ააშენეს? რა გონია ამ დედაკაცს? ერი საყვარელი ოჯახის ტრაგედიით ასე აპინტრიშებს ქართველი ხალხი და მის კოლხურ კოშკში მობუნაგებას დაუშვებს? კოლხური კოშკი ქართველი ხალხისთვის წმინდათა წმინდა ადგილია და ბილწი და ვერაგი ადამიანები იქ ვერასდროს შეაღწევენ და ვერ გაიხარებენ. ესაა ჩემი ერთი რიგითი ქართველის პოზიცია. კოლხური კოშკის ჭეშმარიტ დიასახლის ქალბატონ მანანა არჩვაძე გამსახურდიას კი უსურვებ, მალე გამოუჯამრთელოს ცოტნე და თვითონ დიდხანს ეტარებინოს სახელოვანი ოჯახის დიასახლისის წმინდა სახელი და ტრადიციები. პატივისცემით თეკლა გეორგობიანი. საქართველოში ამჟამად მარიონეტული საოკუპაციო რეჟიმის ჩანაცვლების პროცესი მიმდინარეობს, რომლის ძირითადი მიზანი მდგომარეობს შემდეგში: არ მოხდეს კანონიერი 1991 წლის დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული ეროვნული ხელისუფლების აღდგენა. ამ ხელისუფლებას კი თვითლიკვიდაცია არ გამოუცხადებია და შესაბამისად იგი უფლებამოსილია მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. ხელისუფლებას განასახიერებს საყოველთაო არჩევნებში გამარჯვებულ მრგვალ მაგიდის პოლიტიკური გაერთიანება მისი სპიკერის ქალბატონ მანანა არჩვაძე გამსახურდიას ხელმძღვანელობით, რომელიც ამავდროულად პარლამენტის მიერ დანიშნული პრემიერ-მინისტრია და მისი ავტორიტეტი განუზომლად დიდია საქართველოს მოსახლეობის ყველა ფენაში. სწორედ მისი იგნორირება სცადია საოკუპაციო ადმინისტრაციას და მათ დამქაშებს. მრავალჯერადი მცდელობა ქალბატონ მანანას ფიზიკური ლიკვიდაციის მიზნით ვერ განხორციელდა და ამჟამად სრული იგნორირების გზა აირჩიეს, რაც განსაკუთრებულად განცხადდა ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით. მის მიმართ განხორციელებულ ტერაქტის შედეგად იგი კვლავ იმყოფება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. გერმანიის კლინიკაში და დედას ქალბატონ მანანას არ აძლევენ საშუალებას ინახულოს და მზრუნველობა გამოიჩინოს შვილის მიმართ. უფრო მეტიც, ანონიმური და სხვადასხვა პირების საშუალებით ხდება ცოტნე გამსახურდიას ფიზიკური მდგომარეობის კომენტირება, ისე რომ ქალბატონი მანანა არ იხსენიება. ერთ ხერხი ძლიერი ფსიქოლოგიური წნეხის ნიმუშია ქალბატონ მანანას მიმართ, რათა საზოგადოებას შეუქმნან უგულო და უღირსი პიროვნების იმიჯი, რომელსაც არ აღელვებს შვილის მძიმე ხვედრი, მაგრამ ეს ხრიკი განწირულია და მისი განხორციელებისათვის ძალზე ძნელად აპატიებელი. ქალბატონი მანანა არჩვაძე გამსახურდია ისე უყვარს ქართულ ხალხს და ისე კარგად იცნობენ მის პიროვნებას, რომ კანონიერების აღდგენას მხოლოდ მის პიროვნებას უკავშირებენ და მოელიან იმ დღეს დიდი იმედით და ჟერათ მისი. ყოველგვარი პროვოკაციული ქმედება არსებული ადმინისტრაციის მხრიდან ბუმერანგივით დაუბრუნდება მათ, შესაბამისი პასუხის საშუალებით. წერს გიორგი ჟვანია. ვაცხადებ, თავდასხმა მიზნად ისახავდა ცოტნე გამსახურდიას პოლიტიკურ მკვლელობას, მის გამოთიშვას პოლიტიკურ პროცესებისგან. ბიმურზა დადაშკელიანი. ელზა ჩინჩალაძე. საქართველოს მტრება მაინც მოახერხეს ანერიდებინათ ცოტნე გამსახურდია დედის მზრუნველი ფხიზელი თვალისაგან. მოაქციეს იზოლაციაში მეთვალყურეების გარემოცვაში და შედეგმაც არ დააყოვნა. ახლაც არისვენებენ შურის მაძიებლები და ცოტნეს მკურნალობაში საკუთარ გმირული დამსახურების და არასაიმედო ინფორმაციების ტირაჟირებით ყოველდღიურად ცდილობენ გული მოუკლან მძიმე ავადმყოფის შვილის უნახაობით ისედაც გამწარებულ დედას. კმარა ეს საზღარი კეკლსობა და თავმოწონება მავანთაგან, ფონდი ქართულ ერქმევა მას, ექიმი ზაზა კაცარავა თუ მეუღლის პრეტენზიის მქონე ქალი. მანანა არაბიძე.
თაღლითური სქემის გაშიფვრის მერე სასწრაფოდ მომზადდა სიუჟეტი, რომელიც გადაიცა TV იმედით. ამ გადაცემაში ვიხილეთ მზაკვრული გეგმის ახალ პერსონაჟთან, ვინმე იგი მზ კაცარავასთან ინტერვიუ, რომლის კომპეტენცია ნამდვილად იწვევს ეჭვს და უნდობლობას. თუნდაც ის, რომ მან ცოტნეს გამოჯანმრთელების პროცესი თავად ცოტნეს მიანდო. ექიმიც ასეთი უნდა, არა? მზაკვარნო ვერ ეღირსებით, ვერ მიაღწევთ მიზანს, ცოტნე თავს დააღწევს ამ განსაცდელს და გამოჯანმრთელებული კვლავაც მრავალჯერ იტყვის მართალ სიტყვას ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ. მხნეობა და გამძლეობა ქალბატონ მანანას და ცოტნეს. გვფარავდეთ უფალე. ლამარი ქოიელა. ტელეარხი იმედი მორიგ დეზინფორმაციულ და დემაგოგიურ გადაცემას აშუქებს. ერთადერთი უბინძურესი მიზნით, რომ საზოგადოება შეგნებულად შეიყვანოს შეცდომაში და ყურადღება გაამახვილებინოს ისეთ არარსებულ ფაქტზე, თითქოს დღევანდელი მთავრობა და ივანაშვილის რეჟიმი არ მონაწილეობდა და მათი მიზანმიმართული გეგმით არ მიმდინარეობდა ცოტნეს მიმართ განხორციელებული ტერაქტი. წამყვანი თვალში ნაცრის შეყრით გვარწმუნებს, რომ თუ არა ივანაშვილის თავგანწირული დახმარება ქართულ ბანკის სახით, ცოტნე შესაძლოა დღეს ცოცხალი არ ყოფილიყო. ანგელოზა წარმოჭენილი ჯაბაურის დიდი დამსახურებაა ცოტნეს გადარჩენა და დღევანდელ მდგომარეობამდე მიყვანაო. რომ არა იგი ცოტნე ვერ გადარჩებოდაო. სწორედ ამ ტელეარხის მისამართით გამოგონილა გამოთქმა, ენას ძვალი არა აქვსო. რადონის არამზადა და უტიფარი უნდა იყო, რომ მოვლენები ასე თავდაყირა 180 გრადუსით შეატრიალო. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, ცოტნესათვის მხოლოდ ერთადერთი და განუმეორებელი ანა გაჩენილა ამ ქვეყნად. მის და საბედნიეროდ და სასიკეთოდ. არ დაგეკარგოთ თქვენი სიუჟეტის ექსკლუზიური ფოტო-ვიდეო მასალები. სამარცხვინო ტელევიზია ხართ. ცოტნეს პირადი ექიმის ვინმე კაცარავას ჭყალებში ესოდენ ამაღლებულ პროფესიონალურ მოსაზრებებზე საერთოდ სასაცილოა საუბარი. უბრალოდ გამკვირვებია და ჩემს ძალებს აღემატება ჯაბაურის მანჭვა გრეხით კეკლუსობა და რაღაც სისულელეების მოსმენა. საზოგადოება ნამდვილად აღშფოთებულია ამ მიკერძოებული სიუჟეტის ნახვით. გამოიღვიძებს მიძინებული ადამიანების გონება, ეს მზაკვრული გადაცემა თქვენვე დაგასამარებთ. კმარა ამდენი თაღლითობა და დემაგოგია. ღვთის რისხვა არ აქცდებათ მტარვალებს. დოდო იობიძე. ამ პროცესს რაც მიმდინარეობს, ცოტნე გამსახურდია ჯანმრთელობის მიმართ მზაკვრული ვითარება და თავს გვახოვენ ვიღაც ჯაბაურის, კაცარავას, ქარდავას სიუჟეტებს. ჭეშმარიტ საქართველოს თვის დაუჯერებელია. საზოგადოება მithმინა აქამდე სახელმწიფო ქმედებანი, ახლა კი უკვე აღარ ჯერა თქვენი და სასწრაფოდ ვითხოვთ, დაუყოვნებლივ მიეცეს საშუალება დედას, ქალბატონ მანანა არჩვაძე გამსახურდიას გაემგზავროს გერმანიაში შვილის მდგომარეობის გარკვევისთვის და მიხედვისათვის. ვინაიდანაც გავიგებთ სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს, მხნეობა და სიძლიერე დედას, ქალბატონ მანანას, ფარავდეს უფალი და ღვთისმშობელი. ამინ. მაია სიხარულიძე. ჯერა რომ ჩაეფუშებათ ეს ბოროტული გეგმა, ღვთის წყალობით ცოტნე გამოჯანმრთელდება. ყველაფერი ხომ აშკარაა. სასწრაფოდ მომზადებული სიუჟეტი, დედის სრული იგნორირება, ტელეკამერების წინ ბედნიერი სახით მოკეკლუწე ეგრეთ წოდებული მხარდამჭერი. როდესაც ცოტნე ასე დღეშია, თქვენი გულით საყვარელი ადამიანები გიმყოფოთ ღმერთმა ასე კარგად. ღმერთმა გამძლეობა მისცეს ცოტნეს და ქალბატონ მანანას. სასწრაფოდ მიეცეს დედას შვილთან ყოფნის უფლება. გელა რაზმაძე. ერთ წელზე მეტია ჩვენს თვალწინ ვითარდება ტრაგედია. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მომპოვებელი პრეზიდენტის ბატონი ზვიად გამსახურდიას და ქალბატონი მანანა არჩვაძე გამსახურდიას სასიკვდილოდ გამეტებული უფროსი ვაჟის ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ცოტნეს სრულად გამოჯანმრთელებით დაინტერესებულმა საზოგადოებამ ზუსტად ამდენივე ხანია იცის ყველაფერი. მარტო ტყუილს კი არა აქვს მოკლეფეხი, არამედ მზაკვრობას, ვირეშმაკობას და ბოლოს და ბოლოს ყველა ნაძირღულ ჩანაფიქრს, მიმართულ სიმართლის წინააღმდეგ. დღემდე ვერაფრით ვერ დაამკვიდრა ჯაბაურმა საზოგადოების ცნობიერებაში აზრი ცოტნეს ცოლობის შესახებ. მიუხედავად მრავალმხრივი მცდელობისა, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გერმანიის კლინიკის ექიმი ვინმე კაცარავაც კი აალაპარაკეს. ამის შესახებ კაცარავას იმის მაგირად, რომ დაჟინებით ამტკიცოთ ცოტნეს და ჯაბაურის პალატაში ერთად ყოფნის წუთების რაოდენობა უჯობს ცოტნეს სრულ რეაბილიტაციასა და გამოჯანმრთელებაზე დადოს თავი. ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა, რომლებსაც დარწმუნებული ვარ აუცილებლად გაეცემა პასუხები და რასაც პირველ რიგში ხელს შეუწყობს ცოტნეს სრულიად გამოჯანმრთელება. ამ ეგრეთ წოდებული სპეც რეპორტაჟის გერმანიიდან ახლდა მრავლისმხრივი რამოდენიმე პასაჟი. პირველი, საინტერესოა ცოტნე ვის უთხრა რა გინდა. მეორე ნეტავი ვის შეაგინა ცოტნემ და ეგებ ცოტნემ დედაც თქვა ან სულაც მანანა. აი ამას კი სამწუხაროდ ნამდვილად ვერ გავიგებთ. ცოტნე გამოაჯანმრთელოს ღვთის განგებამ სრულად და შენ მშვიდობით დაუბრუნოს დედას, რომელსაც დღემდე გულმოდგინედ უმალავენ ცოტნეს.
გელა ღურწკაია, ჯიშიანო გადარჩი არ დანებდე, არ გაპატიებ შემოგევლე. ახლა იმედზე ცოტნეს ამბავი ვისმინე. ცოტნე გევედრებით იბრძოლე, იომი არ დანებდე, შენ ხომ იმ გორის ახარ, ვისაც უკან დახევა არ შოვია. შენ ხომ უპირველესი ზვიადაური ხარ, იბრძოლე ლომო, იბრძოლე ზვიადაურო, ნეტა შემეძლო ჩემი დარჩენილი წლებიდან რამე გამოგიყო. არ დანებდე ბიჭო, შემოველე შენ ჯილაკს და მე ახლა ვტირი, ვინც მიცნობ იციან, რომ ახლა ვტირი ჯიშიანო, გადარჩი არ დანებდე, არ გაპატიებ შემოგევლე. მანანა არაბიძე, მე საქართველოს მოქალაქე მოვითხოვ სახელმწიფოსგან გათვალისწინებული იქნეს და დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის ლეგიტიმური პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მეუღლის ქალბატონ მანანა არჩვაძე გამსახურდიას კანონიერი და სამართლიანი მოთხოვნები. მათი შვილის ცოტნე გამსახურდიას მკურნალობასთან დაკავშირებით. სრულ გამოჯანმრთელებამდე ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფითა და მშობლის უფლებების ინტერესების სრული დაცვით. ინგა სამუშია. დედაშვილობის მადლი, დედის ლოცვა შეეწიოს სოტნე გამსახურდიას. ღმერთმა ინებოს მისი სული გამოჯანმრთელება. ანა მზია ნარიმანიძე. ტევე იმედის მბრძანებელ ცრუ ამება მონა ივანაშვილის და მის მბრძანებლებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. არ გამოვიდათ ხალხის მოტყუება. ჯაბიევის თავდადებულ სოლა და ზაზა ქაცარავას უანგარო ექიმად გასაღება. პირიქით, სააშკაროზე გამოიტანეს გუნდური მუშაობა ცოტნეს ჯანმრთელობის შესაფერხებლად. მალე გამოჯანმრთელება ცოტნეს სიხარული ქალბატონ მანანას, ჯოჯოხეთი ზვიად გამსახურდიას და საქართველოს დაუძინებელ მრავალრიცხოვან მტერს. თინათინ თავართქილაძე. ეს გადაცემა სპეციალურად მოამზადეს საზოგადოების მხრიდან ჯაბიევის, ჯაბაურის ინფორმაციისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გამო. გადაცემის სიუჟეტიც აშკარად გათვლილია. არა ბატონ ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოსახლეობისადმი მიწოდებაზე, არამედ ჯაშუშ ჯაბაურის ერთგული და მზრუნველი მეუღლის სტატუსით დამკვიდრებისთვის. ამავე შემზარავ ფოტოებს ავრცელებენ კადრებში, რასაც ჯაბაური და სულიერი ძმანი მისნი გვიფრიალებდნენ ნიშნის მოგებით. არც ერთი სიტყვა ცოტნეს გატანჯულ დედაზე. გულდასაწყვეტია მედიცინის მუშაკებს ასევე როგორ დაავიწყეს ჰიპოკრატეს ფიცი. ექიმო ქაცარავა, თქვენს ჯაბაურის ბანდიდან ბრძანდებით, თქვენ ჩვენი უნიჭიერესი ცოტნე ინვალიდად დარჩენას აჩვევთ ხალხს. კიდევ გიმეორებთ, არ გვჯერათ თქვენი ისევე როგორც ჯაშუშ ჯაბაურისა. მედი. ცრუობს ჯაბიევა, როცა მძიმედ მყოფ და სათანადო მკურნალობის გარეშე დარჩენილ ცოტნეს გამოკეთებულად წარმოგვიდგენს. არავის გამოეპარება მისი აქცენტები კოლხურ კოშკში თავის დამკვიდრებისათვის. თითქოს ჩვენთან სახლში ორივენი თავს უფრო კარგად ვიგრძნობთო. იცოდეს ყველამ, კოლხური კოშკის პატრონი ქართველი ერია. ვიტალი შენგელია. შევარნაძის ბანდის მხარდაჭერა რომ არ ჰქონდეს, როგორ გაბედავდა ჯაბაური ამდენს. ან იმედის ისრუის მანქანა, რატომ ჩააკითხავდა გერმანიაში. თავად ცოტნე გასცემს ყველას საკადრის პასუხს. ირმა ბუთხუზე. ასე როგორ უნდა დაეცეს ქალი, ღმერთის არ ეშინია? ალბათ არა. არა და უნდა ეშინოდეს. მზია იზორია, უფალმა შერისხოს დედაშვილის შორის ბოროტის ზრახვით ჩამდგომი. ლია ლომსაძე. ცოტნე ნამდვილად არ დანებდე, შენ საქართველოს ჯანსაღი ნაწილი გლოცავს და შემოგცქერის. ეიმედები. თამარ ზარდიაშვილი. მეც ვტირი, დამჯაბნა გამსახურდიებზე ფიქრმა და ჯავრმა. საბოლოოდ ხელი ჩავიქნიე მომავლის იმედზე. რაც დამართეს ქალბატონ მანანა არჩვაძეს და ლომგულად ცოტნეს, ცრემლებით ვერაფერს ვშველით. ნონა ნაჭყეპია. დედაშვილობას ვერავინ შეცვლის, ვერ გამიგია რატომ არ უნდა იყოს შვილის გვერდზე მზრუნველი დედა, ისიც ექიმი. ერთი წლის მანძილზე ისედაც უნდა შეეცვალათ თავზე მდგომი. დედის სითბო და ნუგეში სხვაა. მზია ცუცქირიძე. უფალი ფარავდეს ქალბატონ მანანას და ცოტნეს. მისი შეწევნით მალე დასრულდეს ცოტნეს ტყვეობა და გამოჯანმრთელებული ეხილოს დედას, თავისი ნატანჯის შვილი. მედი. მადლობთ ქალბატონ მანანას საზოგადოებას ასეთი განმარტება აინტერესებს და არა ვინმე ჯაბიევას მიზნობრივი გამონათქვამები თავის დამკვიდრებისათვის. ლია ფურცელაძე. მივმართავ ბორია ივანაშვილს. ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო, ამას ნამდვილად არ სჭირდება არც განათლება, არც ინტელექტი და არც მანერები, რის დეფიციტსაც აშკარად განიცდი. ეგრეთ წოდებულო ქველმოქმედო ივანაშვილო, შენს მიერ ნაყიდი ეგრეთ წოდებული ელიტა და ასევე სხვადასხვა ჯულისა და პროფესიის ავაზაკები დღეს ქველმოქმედა და ერძე მზრუნველ დიდ პიროვნებად მოგიხსენიებენ. მაგრამ ხვალდაზექ სწორედ მათგან ჩაიქოლები, ქოცისტანი ხელიდან გეცლება. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ როგორი ქველმოქმედიც ხარ, საქართველოში ჩამოსვლამდე 20 წლით ადრე დაიწყე ქველმოქმედება. დიდია სია იმ სულგაყიდულებისა, რომლებსაც სამომავლოდ ყიდულობდი წლების განმავლობაში.
დღეს, როდესაც საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი უსახლკარო და ულკმაპუროთაა დარჩენილი, დამნაშავე და კრიმინალი ქველმოქმედი ივანაშვილის მიზეზით, შენი ბანდის წევრები საქართველოს ძარცვიდა და ხალხის ქონების მიტაცებით მილიარდელები გახდნენ. თუმცა ყველაზე მთავარი დაგვიწყებიათ, დედამიწა მრგვალია და ვერც თქვენ და ვერც თქვენი ოჯახის წევრები ხალხის რისხვას ვერსად გაექცევით და ვერსად დაემალებით. ყაჩაღობით და ავაზაკობით მიტაცებული ქონება კი ხალხს დაუბრუნდება უკან. ქველმოქმედო ივანაშვილო, ყოველდღიურად ინტერნეტ სივრციდან დახმარებას ითხოვენ მიუსაფარნი და მშიერი ბავშვები. სხვადასხვა უკურნებელი სენის შეპყრობილები, გეკითხებით შენ და შენ ბანდის წევრებს, რომელ ერთს გაუწოდეთ დახმარების ხელი, ან საერთოდ საქართველოში ამ უმდიდრეს ქვეყანაში, რატომ უნდა იყოს ამდენი სოციალურად დაუცველი? პასუხი ერთია, მთელი ქვეყნის ქონება თქვენ გადაინაწილეთ, ამიტომაც მიიღებთ იმას, რაც დაიმსახურეთ. ეხლა კი მთავარ კითხვაზე გაგვეცი პასუხი. თქვენს მიერ განხორციელებული ტერაქტის მიერ სასიკვდილოდ განწირული ცოტნე გამსახურდია ღვთისშეწევნით გადარჩა. რის გამოც იძულებული გახდით ხალხის თვალის ასახვევად ცოტნე სასწრაფო წესით თბილისში გადაუდებელი ოპერაციების ჩატარების შემდეგ შეგნებულად გადაგეფრინათ აჩიბადენის ონკოლოგიური პროფილის კლინიკაში. და არა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე საჭირო პროფილის ევროპის წამყვან კლინიკაში, რასაც ითხოვდა დედა, ქალბატონი მანანა არჩვაზე გამსახურდია. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ცოტნეს თან ახლდა დედა. თქვენ კი სასწრაფო წესით უსამართლოს სასამართლოს ნაყიდი მოსამართლის ქეთევან კუჭავას ხელმოწერით სუსის ჯაშუშს ვინმე ჯაბაურს მიანიჭეთ რაღაც გაურკვეველი მხარდამჭერის სტატუსი. თანხმლე პირებთან ერთად გადააფრინეთ თურქეთში და ჯერ არნახული მხოლოდ თქვენთვის სუკისთვის დამახასიათებელი არაადამიანური მეთოდით დედა ქალბატონი მანანა არჩვაზე გამსახურდია ჩაანაცვლეთ სუსის ჯაშუშით ჯაბიევათი და თქვენს მიერ დედა გამოძევებულ იქნა კლინიკიდან და ხოლო შემდგომ ამისა უსახსროდ დარჩენილი ქალბატონი მანანა იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა თურქეთის ტერიტორია. ქეთინო ზვიადაძე. კვლელობა არ გამოუვიდათ, ახლა დაინვალიდებას ცდილობენ, თორემ გამოჯანმრთელებული ცოტნე ხომ იტყვის რაც მოხდა და როგორც. ასე არ ჩაივლის ეს ამბავი, ყველას ყავს შვილები. ნუ თუ ერთი ადამიანიც არ მოიძნება მთავრობაში, ან პარლამენტში, ან სადმე, ვინც ხმას ამოიღებდა და იტყოდა, ხალხნო სირცხვილია, რას ჩავდივართო. არაფერი ადამიანური ამათ არ სხიათ ბოროტების ნაყოფებს. ვერავინ ვერ ასწდება თავისწილ პასუხისმგებლობას. ეს დროც დადგება ზვიად გამსახურდიას ოჯახს, დედას რატომ უნდა სჭირდებოდეს ამაზე საქვეყნოდ საუბარი. თქვენ არა ადამიანებო და სულით ინვალიდებო, ქარი დათესეთ, ქარიშხალს მოიმკით. ფატი კახაშვილი. დიახ, ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა ცოტნეზე, უნდა მოეკლათ, დიდება უფალს გადარჩა, მაგრამ ეხლა მის სამუდამო დაინვალიდებაზე მუშაობენ. მეორე აზრი არ არსებობს. იზოლდა თადუმაძე. დედა სულ სხვაა, დედა უნდა იყოს შვილის გვერდით. ფატი კახაშვილი. დიახ, საზოგადოებას ნელ-ნელა აჩვევენ, რომ ცოტნეს გამოჯანმრთელება ბოლომდე შეუძლებელია. თავიანთი გეგმა სისრულეში მოყავთ. მამუკა საგარეიშვილი. ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ ცოტნე, ქალბატონ მანანას გამძლეობას უსურვებ. თამრიკო ნაზარიშვილი. მოვკვდი ტირილით, მეტი აღარ შემიძლია ამდენი უსამართლობის მოსმენა. ქალბატონო მანანა, ჩვენ ვისაც გვიყვარს სამშობლო, თქვენს გვერდით ვართ, ცოტნე გაუხდებათ ამ გველებს მიზეზი. ვითომ პოზიცია ოპოზიცია საკუთარი ჯიბის ტელევიზიებით ჰაერში აიწევიან. თქვენ მარტო არ ბრძანდებით, ძალიან გვიყვარხართ. იშვიათად იბადებიან თქვენარი ძლიერი და დიდსულოვანი ქალბატონები. ღმერთმა გაგვამარჯვებინოს თქვენი წინამძღოლობით და ამაში ეჭვი არ მეპარება. ღმერთმა სულ გამარჯვებული გზით გატაროთ. თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ. ღვთის წყალობით ცოტნეს მალე გულში ჩაიგრავთ, რადგან ასეთია უფლის ნება. ბემბიჯი. რა თქმა უნდა, ივანაშვილის ჩადენილ დანაშაულს აპრავებენ და მისი აგენტის ჯაბიევას მეთვალყურეობას ამართლებენ. ამ მართლა ბიდლოს სიკვდილივით ეშინია ცოტნეს გამოფხიზლებით. მის სამუდამო ინვალიდობის აზრს აჩვევენ საზოგადოებას. იმიტომაც უჭრიან ყველა გზას დედას, რომ შვილის მდგომარეობა შეაფასოს. თინათინ თავარტკილაძე, როგორი ამაზრზენია ეს ყველაფერი. ანამზიან არიმანიძე. მალე მოიმკის ეს უბედური თავის დათესილ ბოროტებას. არ შერჩება დედის ქალბატონ მანანას გამწარება. თინა მერკვილაძე. სიმართლე, სამართალი, კანონიერება გადაარჩენ სრულიად საქართველოს. მე მჯერა დედაშვილობის, ღმერთმა გამოაჯანმრთელოს ცოტნე. მიეცეს გამძლეობა ქალბატონ მანანა არჩვაზე გამსახურდიას. იხაროს მართალმა ადამიანებმა, სიმართლე ნამდვილ ეროვნულებშია, რომელიც მთელმა ქართველმა ერმა იცის. მათყო არა პოლიტიკოსებს, უნდათ ისევ ტყუილებში აცხოვრონ ერი, მაგრამ მოდის მასეთების აღსასრული, რისხვას ელოდეთ მატყუარებო. ელგუჯა უშვერიძე. ვიქონიოთ იმედი, ღმერთი მფარველი გადაარჩენს ზვიადის შთამომავალს. იზა დონაძე. ერთი რამ კარგია, ყველა იშიფრება, ჩვენთვის არაპოლიტიკოსებისათვის ცოტა რთულია კეთილშობილ ბრჭყალებში.
ზაკვართა ამოცნობა. მხარი დაუჭიროთ დედას და რაღაც გავაკეთოთ, სანამ დედა ღვთისა არ გასცხრომიათ თავზე ხელაღებულ მხარდამჭერებს. მარიკა სადრაძე. უფალო დაეხმარე გამსახურდიების ოჯახს, რომ თავი დააღწიოს ამ ბოროტებისაგან. ყველა დედა ვალდებულია სოლიდარობა გამოუცხადოს ქალბატონ მანანას და მოსთხოვოს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რომ საელჩოების დახმარებით ნება დართონ დედას ჩავიდეს გერმანიაში და მოინახულოს ამდენი ხნის უნახავის შვილი. თამარ ზარდიაშვილი. დედა ერთადერთია და შეუცვლელი. კობა არსენაშვილი. გიორგი, ოჯახში ჩარევის უფლება არავის აქვს და ვერც ჩავერევით, მაგრამ მამის წინაშე დიდი ვალდებულება გაქვს. როგორც ტყუპები, ისე იზრდებოდით შენც და ცოტნეც. წამს რო არაფერს მოაკლებთ ცოტნეს, მაგრამ ალბათ უფრო მეტი უნდა შეძლო, დედასაც უნდა დაეხმარო, რომ შვილთან იყოს. ალბათ შეძლებ დედის ფენომენი სულ სხვაა შვილისთვის. ქართველებში ყველაფერი დედას უკავშირდება, დედა სამშობლო, დედა ქალაქი და ოჯახებში დედაბოძი და თუ ოჯახში დედაბოძი წაიქცა, ოჯახი ჩამოშლილია. ვიტალი შენგელია. ონკოლოგიურ კლინიკაში რომ გააგზავნიან სარეაბილიტაციოდ პაციენტს და დედის ნაცვლად მხარდამჭერს მიუჩენენ, აქ ყველაფერი ნათელია, თუ როგორ ზრუნავენ ცოტნეს გამოჯანმრთელებაზე. პუჩი გრძელდება, ესენი იმ ბანდის წევრები არიან ჰაუბიცის ჭურვებს რო უშენდნენ ქალბატონ მანანას და მის მცირეწლოვან შვილებს. უბრალოდ ტაქტიკა შეცვალეს, ასეთი გააფთრებული ბრძოლა ნათელს ხდის, რომ პუჩისტებმა ლეგიტიმაცია ვერ მიიღეს, რაც იმას ნიშნავს 29 წლიან ნაძარს ვერ იკანონებენ. ამიტომაც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას სამართალ მემკვიდრეობით საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ქალბატონი მანანა არჩვაზე გამსახურდია მიიყვანს ქართველ ერს ბრწყინვალე გამარჯვებამდე. ამ გამარჯვებით კი ქართველი ერი აღასრულებს სულიერ მისიას კაცობრიობის წინაშე. ლუიზა სართანია. მერთო ცოტნე აჩუქე საქართველოს ჯანმრთელი და ბედნიერი. ისე ყველა ხვდება, რომ ეს უნიჭო სპექტაკლი იყო, გრცხვენოდეთ ფარისევლებო. დოდო იობიძე. ცოტნე გამსახურდიას უფლისა და მამა გაბრიელის მისი ნათლიის მადლი კურთხევა. ფატი კახაშვილი. ცოტნე ჯაშუშების ალყაშია. მე არ მჯერა ექიმ ზაზა კაცარავასი. ბიძინას მაგის დაქირავება არ გაუჭირდებოდა. მიმდინარეობს როგორც ყოველთვის ჯაშუ ჯაბაურის მეუღლეთი გასაღება და ბიძინას კეთილშობილება. სიტყვა დედა ამოიღეს ლექსიკიდან. თვითონ ცოტნეს საერთოდ არ ყოლია დედა. ქართველ ერს აიძულებენ დაიჯეროს, რომ ცოტნეს ყავს ბრწყინვალე მეუღლე, რომელმაც უკვე ყურადღებიან ოჯახში თავისი შვილის გააწევრიანება. მიმდინარეობს ცოტნეს სამუდამო დაინვალიდება. ეს არის მათი მიზანი. და ეგრეთ წოდებული მეუღლის ხელით კოლხური კოშკის დაპატრონება. აუცილებელია დედის ქალბატონი მანანას ჩასვლა გერმანიაში. თეო გოჩოლეიშვილი. პირადად ვარ მომსწრე თურქეთში თვეების მანძილზე როგორ დღეებს გადიოდა დედაშვილის ნახვის მოლოდინში. არ მესმის და ვერასოდეს გავიგებ, როგორ უნდა დააჯერო ვინმე, რომ დედაზე მეტად გულშემატკივრობს თუნდაც მეუღლე ან შვილი. ბედნიერებას უსურვებ ყველას, რა თქმა უნდა და როგორც გვეკუთვნის ისე. აუცილებლად დადგება ბატონი ცოტნე ფეხზე, გავა დრო და ყველაფერი კალაპოტში ჩადგება უფლის ნებით. ფიქრობ იალოვას ნაცვლად გერმანიაში ცოტნეს ყოფნა სწორედ რომ დედის დიდი დამსახურებაა. სამართალი გამსახურდიებზე არ ვრცელდება, დღენია და გდევნიან ეს სადისტები. იმედი სიუჟეტი დედის გამწარებას ემსახურება. დედას დაჩეხილი შვილი დაანადგურეს. მანანას იჭინავა. ზაირა კუჩუხიძე. უფალმა დალოცოს ცოტნე და გააძლიეროს. თინა მერკვილაძე. ღმერთო შენუშველე ცოტნე გამსახურდიას. დიანა არჩვაძე. მალე გამოგვიჯანმრთელდეს. ლონდა შეყილაძე. უფალი ფარავდეს ცოტნეს. ვიტალი შენგელია. უფალმა მალე გამოაჯანმრთელოს და ყველას მიუჩენს საკადრის ადგილს. ქეთევან შარვაშიძე. ვუყურებდი ამ დარე უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს და სწორი გითხრათ არც გამკვირვებია. 30 წელია პუჩისტების მიერ მიტაცებული ტელევიზია სიცრუეს და ყველანაირი სახის სიბინძურეს უხვად აფრქვევს. უზნეო და სულგაყიდული ეგრეთ წოდებული ჟურნალისტები ხომ ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უფრო კარგად წარმოაჩენს თავის უსახურ სახეს. ტევე იმედს იმედი ნამდვილად გაუცრუდა. სუსის დავალებას თავი ვერ გაართვა. დიდია სურვილი საზოგადოებისათვის მიუღებელი ჯაბიევა კეთილშობილ ქალად წარმოაჩინონ, მაგრამ ავიწყდებათ არ გათეთრდების ყორანი. რაც შეეხება თაღლით ვინმე კაცარავას. მოქალაქე ზაზა კაცარავა. საკუთარი თავი თავად იმხილეთ და აი რატომ. თქვენ სიამოვნებით მიიღეთ მონაწილეობა ამ სპექტაკლში და გვერდი დაუმშვენეთ სუსის ჯაშუშს, ვინმე ჯაბაურს და მას მოიხსენიებთ ცოტნე გამსახურდიას მეუღლედ. საინტერესოა სად დაიბადეთ ან სად გაიზარდეთ. თქვენ ექიმი კი არა, ადამიანიც არა ყოფილხართ. როდესაც კლინიკაში შემოსული უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ცოტნე იხილეთ, როგორ? ნუ თუ არ დაინტერესდით ვინ ახლდა ცოტნეს. ნუ თუ რთული იყო თქვენთვის გარკვევა, რომ გაურკვეველი მხარდამჭერის სტატუსით აღჭურვილი ვინმე ჯაბაური მეუღლე არ იყო. როგორ არ დაინტერესდით შვილის მდგომარეობით გამწარებულ დედით. ქალბატონ მანანა არჩვაზე გამსახურდიათი. რატომ არ დაუკავშირდით დედას, თუნდაც იმიტომ რომ გენუგეშებინათ.
მაგრამ ვაი რომ იტყუებით, უსირცხვილოდ სრულობთ. არანაირი პირადი ექიმი ცოტნე გამსახურდიასი თქვენ არ ახართ. აქედან გამომდინარე ვერც გასამრჯელოზე იტყოდით დიდსულოვნად უარს. თქვენი უბედურება ისაა, რომ ექიმი კი არა, ადამიანიც არ ახართ. კარგად იცით, რომ ჯაბაური არანაირი მეუღლე არაა, მაგრამ სუსის მითითებას დაემორჩილებთ და ამ თაღლითურ სქემაში საკუთარი ნებით აღმოჩნდით. რაც გარწმუნებთ, ძალიან ძვირად დაგიჯდებათ. ფრთხილად ბატონ ზვიად გამსახურდიას და საქართველოს და მისი ჯვარცმული ოჯახის დაუძინებელ მტრებო, ყველას მოგიწევთ პასუხისგება ერისა და ქვეყნის წინაშე. მანანას იჭინავა. ივანაშვილო, შენ ხარობ შენი შვილებით გამოფენ ხოლმე ფოტოებს, გამსახურდებმა რა დააშავეს. დაჩეხილი შვილი დედას წაგლიჯე, წელიწადზე მეტია თვალიც არ მოუკრავს, ეს ცოდვა გონია შეგრჩება? ჯაშუში ჯაბიევა მიუჩინე, თანაც თავად ჯაბაურმა აღიარა, აფინანსებ კიდევაც. აქედან გამომდინარე მიზნად დაგისახავს ინვალიდი დატოვო ცოტნე. თქვენ საქციელს სხვა ახსნა არ მოეძებნება. ცოტნე ზვიადიძე გამსახურდიაზე მოწყობილი ტერაქტი და შემდგომ განვითარებული მოვლენები წარმოგაჩენთ ამ დანაშაულის დამკვეთად. ეს დანაშაული პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ტოლფასია და ამაზე პასუხისგება მოგიწევთ. სახე დაკარგული საქართველო და ღირსება შელახული ქართველი ერი, შედეგით სახეზეა. დიახ, სამწუხაროდ ეს გახლავთ ქვეყანა, სადაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ შვილისგან ძალისმიერი სუკის ვერაგული მეთოდებით ჩამოშორებულ და უსახსროდ დარჩენილ დედას დღემდე არ ეძლევა საშუალება ცოტნესთან ჩასვლის. პირსისხლიანი საქართველოს დაუძინებელი მტრის შევარდნაძის მემკვიდრეებისგან ქალბატონ მანანას წართმოული აქვს შვილთან ყოფნის უფლება. სამაგიეროდ სუკის დავალების შესასრულებლად ღვთაშესხმული TV იმედის არხისთვის ფინანსებიც მოიძებნა და გზაც გაიხსნა. გერმანიაში ჩასული ტელევიზია კი თავის უნიჭოდ დადგმული სპექტაკლით ბედავს და უსირცხვილოდ გვაყრის თვალებში ნაცარს და გვიმტკიცებს, რომ თურმე ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა აწუხებს. ინტერვიუს იღებენ ვინმე ჯაბაური ჯაბიევასგან, რომელსაც ცოტნე გამსახურდიას მეუღლეთ ასაღებენ და ისიც მისთვის ჩვეული ურცხოვით მოძღვრავს თურმე რა დიდი ძალა აქვს ოჯახის წევრების ერთობაზე. ჯაბაურო, იცი საერთოდ რა არის ოჯახი? მართალია მეოცნებე ივანაშვილის ფონდი ქართულ გაფინანსებამ არც ბორიას და არც შენს ოცნებას ასრულება არ უწერია. ციხეში მოგიწევთ კიკუსთან ერთად ოცნების გაგრძელება, ერთმანეთსაც კარგად გაუგებთ. ისე კიკუც თავისუფალია, მისთვისაც უცხოა და მიუღებელი ოჯახი და მისი არსი. ასე რომ წასული აწმყო და მომავალიც ერთნაირი გაქვთ. რაც შეეხება მოქალაქე ექიმ ქაცარავას, მისგან რა უნდა გაგვიკვირდეს? კაცმა, რომელმაც ასაკოვანი ავანტყოფი მშობლები მოვლელ ქალს მიუყარა და შვილს დანატრებული დედა და მამა ისე გაისტუმრა იმ ქვეყნად, არც უფიქრია მათი მონახულება. თქვენს გასაგონად სულ გაყიდულო არამზადებო, თურმე ერთი ჯიშის ხეები წყალში ერთმანეთს პოულობენ და ერთად დაწყობილები მიჰყვებიან მდინარეს. კეთილშობილ ხეებს ნამდვილად ვერ შეგადარებთ, მაგრამ მაინც რომ იცოდეთ, ცხოვრებაშიც ასე ხდება, ჯანმრთელ საზოგადოებისგან გარიყული თქვენნაირი თაღლითები მკვლელები და არამზადები, უნდათ ეს თუ არ უნდათ, ბოლოს ერთად მოიყრიან ხოლმე თავს და ხალხის მიერ სამუდამოდ ჩაირეცხებიან. წერს ლია ფურცელაძე. კობა არსენაშვილი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ვინმე ჯაბაური არ იმყოფება ოფიციალურად რეგისტრირებულ ქორწინებაში ცოტნესთან. მხარდამჭერის სტატუსი კი იურიდიულად შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ მშობელს, მეუღლეს ან შვილს, რიგითობის მიხედვით. და თუ ამისი ოფიციალური საბუთი არსებობს, ამ შემთხვევაში კი დარღვეულია კანონის უზენაესობა, რადგან ვინმე ჯაბაურს არ აქვს ქორწინების რეგისტრაცია. ასე ყველა შეუძლია განაცხადოს, რაც უნდა და არასდროს არც ერთი არც ჩანაწერი, არც განცხადება არ წარმოადგინოს. არ მსმენია ცოტნე გამსახურდიას წარადგინოს საზოგადოებისათვის იგი როგორც თავისი მეუღლე. თეა კანდელა კი ჩალიგავა. კი მაგრამ ვის ქონდა დედის ძალით გამოყვანის უფლება, რა ხდება? გულნარა ჩხვიმიანი. ვაიმე ეს რა მესმის, უფალო შენ დაიფარე დედაშვილი, მალე გამოგვიჯარბთელეთ ცოტნე, გავხადე ამის ღირსი. ვიტალი შენგელია. შევარდნაძის ბანდის მხარდაჭერა რო არ ქონდეს, როგორ გაბედავდა ჯაბაური ამდენს, ან იმედის სიცრუის მანკანა რატო ჩააკითხავდა გერმანიაში. თავად ცოტნე გასცემს ყველა საკადრის პასუხს. მანანა ბოლქვაძე. გამორჩეული ოჯახი, დაცემულები რჩეულებს ვერ იტანენ. ფატი კახაშვილი. ხომ გესმით რას ამბობს? ადრე შეიძლება დაცილებაზე მეფიქრა, ახლა კი სიცოცხლის ბოლომდის ქვრის გვერდით ვიქნებიო. როდის ადრე? და გაიდგა ფესვები ტელეარხებმა და ჟურნალ გაზეთებამ მას მეუღლის სტატუსი მიანიჭეს. სუსმაკი მხარდამჭერის. სულ მალე ქორწინებასაც გაუფორმებენ. ბემბი ბემბიჯი.
და მერე ცოლი ვინ არის? ქალი, რომლის მშობლებმაც კი არ იცოდნენ შვილის დაქორწინების შესახებ. ცოტნეს ტერაქტამდე. თქვენ რა ნორმალურად მიგაჩნიათ ავატყოფ შვილს, რომ დედას უმალავენ, რომ დედას საერთოდ არც ახსენებენ და მერე როგორ დედას, სამშობლოდან განდევნილს, შვილების გადარჩენისთვის 1000 ჭირო არამ გადატანილს. მე არ მესმის სუსის ოჯახიდან გამოსულ აგენტს ტერაქტის შემდეგ გამომცხვარ ქალს უფრო მეტდობას უცხადებდა ნატანჯ დედას არა? მაშინ თქვენ აღმოჩნდით ქალბატონ მანანას მდგომარეობაში და ღმერთმა შეგარგოთ თქვენი აზროვნება. ზვიადის ოჯახურ ურთიერთობებში ჩარევა არ გახლავთ იმ აგენტი ჯაბიევას ქალისგან ცოტნესა და ქალბატონი მანანას დაცვის მცდელობა, რადგან ის არც ცოტნეს ცოლია და შესაბამისად არც ოჯახის წევრი. ის არის ცოტნეზე მიჩენილი პირი, მისი მცდელობით სურთ ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი. ასევე კოლხური კოშკის გაკონტროლება, სუკის მიერ და ქალბატონ მანანას დისკრედიტაცია. მისი სულიერად დაცემა და ჩვენ ზვიადის იდეის ერთგული ხალხი ვალდებულნი ვართ დავიცვათ ისინი. განა ნორმალურ მოვლენას მიგაჩნიათ ის რომ დედას შვილს არ აჩვენებენ და ვიღაც სუკის აგენტს სრულიად უკანონო სტატუსით აბარებენ ცოტნეს სიცოცხლეს. ასე რომ ნუ გავახარებთ მტერს და მათ ყველამ გავცეთ სათანადო პასუხი. თორემ შედეგს მთელი მოიმკის. მანანა არაბიძე დედაშვილობისა და მისი მადლის უარმყოფელი ეგრეთ წოდებულო ჯაბაურო, რაო წლის ბოლოს ანგარიში ჩააბარე შენს დამსაქმებელ პატრონებს. მან ვინც სასიკვდილოდ გაიმეტეს ცოტნე, შუბლზე ძაღლგაწყვეტილო სატელევიზიო სივრცეს იყენებ, იქ ერთიც არ აღმოჩნდა, რომ ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას. საქართველოს პრეზიდენტის ვაჟზე, ცოტნე გამსახურდიაზე და შენ სიტყვები, ურცხვად იტყვები, გგონია ეს ყველაფერი გაგივა. ისე იცოდე და გახსოვდეს, რომ წაგებულ თამაშს თამაშობს, სიმართლის გეშინოდეს. მედიკო მიქაძე რა ყალბი იყო თავისი მზაკრული ფიზიონომიით. წარმოუდგენელია მასთან რამე სერიოზული ურთიერთობა. ერჯერადი მოხმარების საგანივითაა და კიდევაც ეტყობოდა. ჯაბაურმა დურაკმა გასცა თავი, ხაზგასმით რომ ილაპარაკა ძმებზე და დედაზე კი არაფერის თქვა. საინტერესოა ვიზე იყო გათვლილი ეს მასკარადი. მესიჯი ვის მიუვიდა, ჩვენ ხო ხვდებით რა არის და როგორ არის. მანანა სიჭინავა. საზოგადოება აღშფოთებულია ამ სიუჟეტის გამო, ტერაქტის დამკვეთის ხელწერაა. ბუმერანგივით შემოგიტრიალდება და რისხვა დაგატყდებათ ღვთის და ერის. ჯულია მაჭარაშვილი, უფალმა დალოცოს ცოტნე და ქალბატონი მანანა. ნინო გრიგოლაშვილი, ჯერა ცოტნე აუცილებლად დაუბრუნდება თავის თავს, თავის ცხოვრებას, დედას, ოჯახს და საზოგადოებას. მისი მისია ჯერ შეუსრულებელია. შეუძლებელია ბოროტება მუდმივად დაუსჯელი რჩებოდეს. ქალბატონ მანანას გამძლეობას უსურვებ. ფატიკ ახაშვილი, თაღლითური სქემა პირველად მაშინ გაიშიფრა, როცა ცოტნეს დაჩეხვის რამდენიმე საათში ტელეჟურნალისტებმა ჯაბაურს მეუღლის სტატუსი მიანიჭეს. მეორედ, როცა ეგრეთ წოდებული მეუღლე მხარდამჭერის სტატუსით თავს დაადგა დედაშვილს თურქეთის კლინიკაში, რის საფუძველზე დედა ქალბატონი მანანა დაითხოვეს საავადმყოფოდან. და ბოლოს მესამედ უკვე აგერ გერმანიაში დადგმულ სპექტაკლში, სადაც მონაწილეობდნენ იმედის ჟურნალისტი, ეგრეთ წოდებული მხარდამჭერი მეუღლე და ცოტნეზე მიმაგრებული ქართველი ჯაშუში ექიმი ქაცარავა. ლია ლომსაძე. აშკარაა ეგრეთ წოდებული ჟურნალისტიც, ექიმიც და ვითომ ცოლიც იმას ცდილობენ, რომ საზოგადოება შეაგულონ ცოტნეს არასრული გამოჯანმრთელების აზრს. თუ ვერ ვპირდებით ქართველ ხალხს ცოტნეს სრულ გამოჯანმრთელებას, მაშინ მიეცით საშუალება დედას, რომელიც პროფესიით ექიმია, თავად მიხედოს საკუთარი შვილის მკურნალობის პროცესს. მაია მონასელიძე. კახაბერ მეფარიშვილი, როგორც სრუ მთავრობა ყავს, ისეთივე სრუ ტელევიზიები და სრუ ჟურნალისტები ყავს. ეს გადაცემა ემსახურება ყოველივე სიყალბეს და საქართველოს მოსახლეობის გათიშვას ეროვნული შეგნებიდან. მერთო მალე გამოაჯანმრთელენ და ნეტავი ვის ჯერავს, რომ ჯაბაურს უფრო გული შესტკივა, ვიდრე დედას, რომელმაც 1000 ქარტეხილს გაუძლო ქვეყნის ოჯახის მეუღლის შვილების სიყვარულისათვის. მზია იზორია, როდემდე ეს გაუგონარი სადიზმი დედას მიეცეს გასაჭირში მყოფი შვილის მოვლის საშუალება. ლია ქალდანი, უფალმა გამოაჯანმრთელოს მალე ცოტნე, მერე რომელს სწორებში შეძვრებიან ეს ვირთხები. ნანა ბოკუჩავა, დიდი ინტერესით ელოდებოდა ქართველი საზოგადოება ცოტნე გამსახურდიას გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაციას. იმედის კვირამ ამ სიუჟეტით უკუ რეაქცია გამოიწვია ხალხში. გადაცემის ავტორმა მთელი აქცენტი გადაიტანა ვინმე ანაზე, სრულიად მიუღებელ და ნაკლებად საინტერესო პიროვნებაზე. დედას ქალბატონ მანანას ჭკვიან ძლიერ კეთილშობილ პიროვნებას თავისი გამოცდილებით არ მიეცა შვილის ნახვის საშუალება მთელი წლის განმავლობაში. პიროვნება, რომელსაც ეხება ეს საკითხი, ალბათ მშობელია. იმედია გაითავისებს ყოველივეს და მიიღებს სწრაფ გადაწყვეტილებას დედის შვილთან გამგზავრების თაობაზე. თინა ბელიაშვილი.
აღმაშფოთებელი სისასტიკით და ტყუილებით გაჯერებული, არაადამიანური იყო ტელეიმედის გადაცემა ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის შესახებ. მათგან უკეთეს რას უნდა ელოდე, ხოლო რაც შეეხება ანაჯაბაურად წოდებულს, რომელიც ავადმყოფის მოვლით და მასზე დარდით ტანჯული რომ არ არის, დღესავით ნათელია. ქაცარავას და მათ დამქაშებს ურჩევნიათ შეწყვიტონ ბოროტი ქმედებანი, რადგან ღვთიური კანონია ბოროტება ჭამს თავის თავს და განსაკუთრებით მის ერთგულ მსახურებს. დოდო ბარკალაია. ყველა თაღლითური სქემა იშიფრება. ზაზა ქაცარავა, თქვენი როლი თქვენმა რეგალიებმა დაიმსახურა? ასეთი რეგალიების ადამიანი, რომელიღაც შენობის უკანა ფასადს არ უნდა ეფარებოდეს. ბარემ ჩაცოცხულიყავით თქვენ და თქვენი ამ ფსონები და ისე გაგეხმოვანებინათ დავალება. ასე უფრო დამაჯერებელი იქნებოდა თქვენი სტატუსი. მიუმართავ ვინმე მხარდამჭერს, თქვენ და თქვენი მონაგარი ვერასოდეს ვერ გახდება გამსახურდიების გუნდის წევრი. ამისათვის არც წარმომავლობა და არც ცხოვრების წესი არ გივარგათ. ნაირა კაკულია. დედას მიეცით შვილის ნახვის საშუალება, ღმერთო, ეს რა საშინელება ხდება. ჯაბეევას ეტყობა მობეზრდა გერმანია. ალბათ ჩამოვა გმირი ქალბატონი ჭალებში. ფაქტობრივად ქაცარავას ათქმევინა ყველა შესაძლებლობა ამოიწურაო. ქეთინო ზვიადაძე. მთელ მსოფლიოში არსად მეგულება ისეთი სახელმწიფო, სადაც დედას ეკრძალებოდა სასიკვდილოდ გამეტებული შვილის მოვლა და მის გვერდით ყოფნა. არაერთხელ გაიშიფრა ეგრეთ წოდებული მეუღლის, ეგრეთ წოდებული ოჯახის წევრის და ეგრეთ წოდებული 24 საათი მის გვერდში მყოფის რეალური მიზნები. ეს სიუჟეტი ამაზრზენია თავისი ფარისევლობით, სიბრიყვით, ჯაბეევას ქებადიდებით, რომელიც ჩააყენეს დედასა და შვილს შორის. ნურავის დაავიწყდება, რომ დედასა და შვილს შორის არსებობს ინტუიტიური ურთიერთკავშირი. და ამის უგულველყოფა ამ სიუჟეტის დამკვეთებისა და შემსრულებლების გონებრივ მდგომარეობაზე მიუთითებს. უერთდები მამხილებელი პოსტების პათოსს. ბერი ანტონი არჩვაძე, ღმერთმა დალოცოს ცოტნე და გააძლიეროს. ბაკურ ეფენია. ფიცი მწამს ბოლო მაკვირებს, სულ რაღაც 3 წამი იყო საჭირო ამ ორი სიტყვის სათქმელად და ვერ მოახერხეს. ამის ჩაწერვა 8 წუთიან ქებადიდებაში, უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყვნენ, მეთოდები მოგიძველდათ ამ ხანაგებო, უფალი ფარავდეს ცოტნეს და ისეთ დაგვიბრუნდეს, როგორიც დედის გულს გაუხარდება. ამენით, ამინ. ლამარა არაბიძე. ღმერთო გამოაჯანმრთელე ცოტნე და სახსალამათი დაუბრუნე დედას. დედაზე მეტად არავინ ინერვიულებს თავის შვილზე. ღმერთო დაგვიბრუნე ჩვენი საამაყო ცოტნე, მართალი და სამართლიანი ქართველი. მაია კასრაშვილი. ქალბატონ მანანას არაჩვენებენ საკუთარ შვილს და მათი მხრიდან ამ ქმედებას აქვს თავისი ლოგიკური მიზეზი, რადგან მათ არ სურთ გავრცელდეს სწორი ინფორმაცია ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. კახაბერ მისტრალი. უნიჭო დადგმა, უნიჭო სცენარით. სცენარისტს კარგად დაუმუშავებია სოციქსელში გამოხატული გულისხმობის პარაპეტიები და სიუჟეტი ამაზე აუწყია. კერძოდ, თავისი უნიჭო მიდგომით გადაუწყვეტია საზოგადოების სამართლიანი გულისხმობის ერთ სიუჟეტში მოთავსება. ოღონდ არა სამართლიანად, არამედ ცდილ ამ სამართლიან კითხვებზე უნიჭო და უსამართლო პასუხებით ფონს გასვლას. და მივიღეთ რა? სრულიად უნიჭო რეპორტაჟი, ისეთი მტერიც რომ დაგენანება. უნიჭო გამართლება ჯაბაევასი, უნიჭო გათეთრება ჯაბაევას როლის ამ სიბინძურეში, უნიჭო გათეთრება და გასაღება ჯაბაევას როგორც ცოლისა. სირცხვილია, სამარცხვინოა, ნუ თუ საქართველოს მოსახლეობა ისე დაეცა, რომ სუკი თავის შეწუხებასაც აღარ თვლის საჭიროდ, ჩვენს მოსატყუებლად და საბავშვო იწილო-ბიწილოთი გვიხვევს თვალს. ელენე მამფორია, საშინელი გადაცემა, ყოველგვარ გულწრფელობას მოკლებული, ამაზრზენი სიყალბე. მედიკო მიქაძე. აღმაშფოთებელია, უკვე მერამდენე ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. უბრალოდ მოატყუონ, ჩვენ ცოტნე გვჭირდება ისეთი, როგორიც იყო და ვიცნობდით. და ეს პასუხისმგებლობა მთავრობას ეკუთვნის. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, რომ დედა ქალბატონი მანანა არჩვაძე გამსახურდია ჩავიდეს აღნიშნულ კლინიკაში და მან იზრუნოს ცოტნეზე. ღმერთო მალე გამოაჯანმრთელე და ნეტავი ვის ჯერავს, რომ ჯაბაურს უფრო გული შესტკივა, ვიდრე დედას, რომელმაც 1000 ქარტეხილს გაუძლო ქვეყნის ოჯახის მეუღლის შვილების სიყვარულისათვის. დარეჯან კიკოშვილი.
ბაბი ინგა გოგინაშვილი. წავიკითხე სიმართლე და შოქში ვარ, თუმცა დიდად არ გამკვირვებია ჯაშუში ანას ბინძური საქმეები. კიდევ დავამატებ იმას, რომ თითქოს და სტამბულში ემიგრანტებმა მოინახულეს. სიმართლე ის არის, რომ ჯაბაურის ჯაშუშები გახლდათ ის რამოდენიმე ემიგრანტი, ვინც მოინახულეს ჯაბაურის ყოფნის დროს. აჯიბადების საავადმყოფოში. როდესაც ამ დროს ქალბატონ მანანაძე ახდენდა ზეწოლას ჯაბაური. ეს ფაქტები წუთები, საათები, თვეები თუ აინტერესებს კუდიან ჯაბაურს გაუშვი აქვე. თინათინ თავართქილაძე. რა სამარცხვინო დედაკაცია, ჩიიტივით გაბმულია მახეში ფარტხალებს ერთი ლექსისა არ იყოს და იხტიბარს მაინც არ იტეხს. ისეთი მზრუნველი მეუღლეა, მომაკვდავ მამასთან გამოსამშვიდობებლად არ მიდის. განა რას გიხდიან ამისთანაც შეუბედურო ჯაბიევა ჯაბაურო, რომ ცინდის ნამუზე ხელი საერთოდ რომ აგაღებინა. ლია ფურცელაძე. კიდევ ერთხელ ანა ჯაბიევაზე. სუკის ზონდერი ჯაბიევა მიჩენილია ცოტნე გამსახურდიაზე და პირნათად ასრულებს სუსის დავალებებს. ჯაბიევას სუსის დახმარებით გამოუჯდა გულშემატკივართა გარკვეული ჯგუფი, მათთან ერთად ეწევა დეზინფორმაციას ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. შეცდომაში შეყავს საზოგადოების გარკვეული ნაწილი. ჯაბიევა ჯაბაურო ხომ არ შეგახსენოთ როგორ აღმოჩნდი კოლხურ კოშკში, ან კიდევ როგორ აღმოჩნდი თურქეთის აჯიბადენის ონკოლოგიურ კლინიკაში. იქ სადაც იმყოფებოდა შვილის უმძიმეს მდგომარეობით სულ ხორცამდე შეზრული დედა. ქალბატონი მანანა არჩაძე გამსახურდია. მხოლოდ საქართველოს ზვიად გამსახურდიას დაუძინებელ მტრებს შეეძლოთ მრავალტანჯული სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე მყოფი, ცოტნე მდგომარეობით გამწარებული დედა ჩაენაცვლებინათ თავისი მემკვიდრეობით სუკისტი ოჯახის წარმომადგენელი დანა ჯაბიევადი, რომელსაც ესოდენ დიდი დობა გამოუცხადეს. მანაც არ დააყოვნა და სიამოვნებით აიღო თავის თავზე თურქეთში რეგისტრირებულ ეგრეთ წოდებულ ფირმა აისის თანამშრომლებთან და ამავდროულად მის სადაქალოსთან, ასევე კოლხური კოშკის ბინადართა ბავშვობიდან მოძულე ბოღმითა და შურით ახსავსე კიკუსთან ერთად, რომლის აქტიური ძალისხმევით მოხდა ჯაბიევას გაცნობა ცოდნე გამსახურდიასთან სუსის ბინძური დავალების განხორციელება. ჯაბიევა თავის დაქალებთან ერთად სინიკურად საკმაოდ აგრესიულად და უზრდელურად ეპყრობოდნენ ქალბატონ მანანას. ცდილობდნენ მისი მდგომარეობიდან გამოყვანას პროვოკაციის გზით, მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ცოტნეს პალატაში და სარგებლობდნენ რაც ცოტნეს უმწეო მდგომარეობით, ცოტნეს არ გააჩნდა აღქმისა და დაფიქსირების უნარი, ასევე მთლიანად დაკარგული ჰქონდა ცნობიერება. ერთობოდნენ ფოტოსესიები და პარალელურად არეკლებდნენ რესტორნებში დროს ტარებას. ამის ამსახველი ვიდეო მასალა გამოქვეყნებული იყო სოციალურ ქსელში. თვითონმა ჩვენთაგანმა წარმოიდგინოს ყოველივე ამის შემსწრე და შემყურე ქალბატონი მანანას ადგილზე საკუთარი თავი. მაინც ესეც არ აკმარეს გამწარებულ დედას და სულ მალე სუსის დახმარებით ქალბატონი მანანა გამოძევებული იქნა კლინიკის ტერიტორიიდან. უცხო ქვეყანაში ეულად დარჩენილი ქალბატონი მანანა თვეების განმავლობაში აპრილის 9 რიცხვამდე მაინც არ შორდებოდა კლინიკის შენობას, რომ როგორმე შეეტყო სულ მცირე ინფორმაცია მაინც ცოტნესთან დაკავშირებით. მაგრამ ამაოდ სუსის მიერ მხარდამჭერის სტატუსით აღჭურვილი ჯაბიევა განაგებდა სიტუაციას კლინიკაში. უსახსრო დარჩენილი ქალბატონი მანანა კი იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა თურქეთის ტერიტორია. ჯაბიევას კი სუსის მიერ ჯილდოთ ერგო იელოვას კუნძულებზე ფეშენებელუ სასტუმროში დასვენება და შოპინგები ძვირადღირებულ მაღაზიებში. მთელი 8 თვის განმავლობაში უპატრონო კახექსიურ მდგომარეობამდე მიყვანილი და მკურნალობის გარეშე დარჩენილი ცოტნე უფლისანაბარა იყო მიგდებული. ამის დამადასტურებელი ფოტომასალა მრავლად არის გამოქვეყნებული ინტერნეტ სივრცეში. ზონდერ ჯაბიევას ზემოთ დაფიქსირებული ფოტო ზუსტად 1 წლის წინ 2020 წელს მისი დაქალების მიერაა გადაღებული აჯიბადემის ონკოლოგიურ კლინიკაში. გთხოვთ ეს ფოტო შეადაროთ ეხლანდელ პლასტიკური ოპერაციები და ბოტოქსებით იმით შეცვლილი ჯაბიევას. თავად ჯაბიევა სიამაყის გრძნობით აღნიშნავს, რომ მისი უშუალო და პირადი დამფინანსებელია ქართულ ფონდი, რომლის მიერ გამოყოფილი თანხები ჯაბიევას ფუფუნებაში ყოვნას და დროს ტარებას ხმარდება. აი რატომ გრძელდება ცოტნეს გამოჯანმრთელების პროცესი ასე უსაშველოდ. რატომ მოხდა დედის ჩამოცილება ცოტნესგან. თქვენი ბინძური ჩანაფიქრი სუსის დავალება როგორმე ბოლომდე შეასრულოთ, ცოტნეს საბოლოოდ სამუდამოდ მიაჯაჭვოთ ინვალიდის ეტლს. თავად ჯაბიევა აღნიშნავს, რომ ცოტნეს 2-3 წელი კიდევ სჭირდება. ხოლო ჯაბიევამ და მისმა ხელმძღვანელობამ და ასევე მათმა დამფინანსებელმა ხელში ჩაიგდონ კოლხური კოშკი. განუ ხორციელებელია, ვერ ეღირსებით. კპირდებით თუ არ ჩამოეხსნებით ცოტნეს და არ მისცემთ დედას ცოტნესთან ყოფნის საშუალებას, არ აკეთდებათ პასუხისგება ერისა და ქვეყნის წინაშე. საქართველოში სამართლიანი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი თქვენს მიმართ იქნება უმძიმესი. თქვენ შვილებს კი როგორც მკვლელების და ქვეყნის მოღალატეების შთამომავლებს არც ერთ ქვეყანაში არ მიეცემათ ადამიანური ცხოვრების უფლება და საშუალება.